მნიშვნელოვანი დღეა დღეს საქართველოსთვის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის არის კონკრეტულად ამ ფორმის სახელმწიფოებრივი მმართველობის არის ყველაზე სწორი ირიბად, ეგრეთ წოდებული ამერიკული წესით პრეზიდენტის არჩევა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო ქვეყნების ძალიან დიდი პროცენტი, თითქმის უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ ფორმით არჩეული პრეზიდენტი ყავთ, ამ პრეზიდენტი, ან ისეთ ქვეყნების, სადაც არის მონარქია, ბუნებრივია, მონარქი წარმოადგენს სახელმწიფოს ხელმძღვანელს, სახელმწიფოს მეთაურს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით ეს არის პრეზიდენტი. შესაბამისად, დღევანდელი დღე კაფიოდ პოზიტიურად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მიხეილ ყაველაშვილი იქნება აუცილებლად გამორჩეულად დასამახსოვრებადი პრეზიდენტი ჩვენი საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის, მისი პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მიხეილ ყაველაშვილს გააჩნია და ეს ყველამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია ისეთ ადამიანს, რომელიც რბილად რომ თქვა არ შეესაბამება ამ თანამდებობას და თუ კი მართლები ვიქნებით და თვალებს სიმართლეს გაუსწორებთ, ეს არის ის მოცემულობა, ის კარგი მაგალითი, რაც აღარ უნდა განმეორდეს საქართველოს ისტორიაში. პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტად წოდებული, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებასაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა, ბულინგი, შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის და რეალური არსებითი პრობლემების დანახვაზე თვალის დახუჭვა იყო და არის დღეს სამწუხაროდ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. შესაბამისად, მე მინდა სრულად საქართველოს პრინციპში ეს დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე მოულოცოთ, ბუნებრივია შედეგები იქნება გამოცხადებული და საზოგადოება ამას ყველაფერს გაიგებს. ანუ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი ფაქტიურად დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კაფიო, ძალიან ნათელი მაგალითი, შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე უკვე პრეზიდენტით და ქვეყანა ბუნებრივია აგრძელებს თავის სვლას ევროპული ქვეყნის გაერთიანების, ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით. შეიძლება ეს ვიღაცებს არ მოწონთ და ასეც არის საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების განხორციელება სამწუხაროდ ამ ძალებს ქვეყნის შიგნით და მათ ხარდამჭერებს ქვეყნის გარეთ პირველ ამოცანად მიაჩნია, თუმცა სინამდვილე არის აბსოლუტურად სხვა. სინამდვილე არის ჩვენი საზოგადოების ნება, იმ მილიონ 120,000 ადამიანის ნება, რომელიც იქნა უკვე გამოხატული, დაფიქსირებული და სწორედ იმ ადამიანის ნება ხორციელდება ირიბად დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში, როდესაც ქვეყანა ირჩევს ახალ პრეზიდენტს. ხო, მოცემულობა, კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. ის რომ პრეზიდენტმა თავი უნდა დაამახსოვროს თავის საზოგადოებას, ეს ფაქტია. ყოველ შემთხვევაში ისეთი მოღვაწეობით უნდა დაამახსოვროს პრეზიდენტმა თავი, რომ სულ მცირე შთამომავლობამ და ზოგადად საზოგადოებამ ნეგატიური შეფასება არ მოქცეს, თუმცა აქ რაღაც ნეიტრალური მოცემულობა მაინც კონდეს, მაგრამ ზურაბიშვილის შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ხედავთ. ახლა ამას რაც ვამბობ, სამწუხაროდ ხდება ეს ყველაფერი, ამისი ნამდვილად არ უხარია, მაგრამ ფაქტი არის ეს. ფაქტი და მოცემულობა არის ეს, რომ ეს რამოდენიმე 1-2 წლის წინ ალბათ ქლიანად, სრულიად ოპოზიციურ რადიკალიზმში გადაბრძანებული ზურაბიშვილი, რომელსაც უცხოეთიდან დავალებების მიღებით შეუძლია მხოლოდ მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც არის იმდენად აცდენილი იმ ხალხის ერის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, ვინც ხმა მიცა, რომ ნამდვილად ჩვენი საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება რაიმე პოზიტიურად დაიმახსოვროს ზურაბიშვილის მოღვაწეობა, ის თავს დაამახსოვრებს როგორც კონსტიტუციის უხეშად დამღები, ის საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს როგორც საკუთარი ქვეყნის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი
პოლიტიკოსი და ადამიანი, ვისთვისაც არა საკუთარი ერისნება, არა არჩევნები, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული დავალებები წარმოადგენს შესასრულებლად აუცილებელ პროცესს. რაც რა თქმა უნდა სათანადოდ შეფასდება ჩვენი საზოგადოების მიერ, ჩვენი შთამომავლობის მიერ და მას უკვე აქვს ნამდვილი სწორი რეალური შეფასებები საზოგადოებისგან და ეს შეფასებები კიდევ უფრო გაღრმავდება ნეგატიური კუთხით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ პოზიტიური ამაში არაფერი არ არის. და გადმოვა. კი, თქვენ და გადმოვა. იბატონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტად სწორედ მისივე განცხადებით დარჩება ჩვენთან. აი ამ შემთხვევაში 30 წლის მერე ან ის ინაუგურაციის მერე ხალხურად გადაწყდა პრეზიდენტია დაარჩენა. დაიწყება თქვენი პასუხი, მაგალითად მას ხო, ზურაბიშვილი თუკი კიდევ ერთხელ კონსტიტუციას გადაიკითხავს ან საკონსტიტუციო სამართალში მოისმენს მცირე ლექციას ცუდი არ იქნება. მის სურვილები რო ქვეყნის და ერის ნებას და სურვილებს რადიკალურად ცდებს საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თავარი ის არ არის, ას ფიქრობს ზურაბიშვილი. თავარი ის არის, რა გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა. იმ ხალხმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე უდიდესი უმრავლესობით ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და იმ მანდატის სწორედ განხორციელება, იმ ლეგიტიმური მანდატის განხორციელების შედეგია ის, რაც დღეს ხდება საქართველოს პარლამენტის სასახლეში. სალომე ზურაბიშვილმა ჯობია დროულად მოძებნოს სხვა სამსახური, მას ეს სამსახური ფაქტობრივად აღარ აქვს. ეს მსახურება ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული ქართული ხალხის მიერ და ის 1,100,000 ხმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ამ ხმებით დამარცხდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ მისი რაღაცა წიაღსულები იმასთან დაკავშირებით, რომ მე ლეგიტიმური რაღაც პოსტი მიკავია და ასე შემდეგ, არის რა თქმა უნდა მყარი სიცრუე საზოგადოება ამას ძალიან კარგად აღიქვას, მაგრამ თვით ამ მახინჯ ლოგიკაშიც კი ის აბსოლუტურად არის დამარცხებული. შესაბამისად, ერთადერთი რაც მას დარჩენია დროულად მოძებნოს სამსახური, ეს მის საქმეა და ეს ჩვენი საქმე არ არის და რა თქმა უნდა პრეზიდენტის როცა შეუდგება თავისუფლება მოსილებას, ის შებრძანდება იქ იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რაც საქართველოში არსებობს. მოდი პოლიტიკური დიალოგი დავიწყებ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემას. დიალოგისთვის კარი ყოველთვის ღიაა და ამაზე ჩვენ უარი არც არ გვითხოვს, მაგრამ თავარი ის არის, რაზე შეიძლება იყოს დიალოგი. რაზე უნდა შედგეს დიალოგი. არსებობს ფაქტები საქართველოში, შემდგარი ფაქტები, რომლის გარშემოც დიალოგი ვერანაირ სხვა განსხვავებულ შედეგს ვერ დააყენებს, გარდა იმისა, რაც უკვე შემდგარი ფაქტია. შემდგარი ფაქტი მაგალითად ის, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. აი ეს საკითხები არის შემდგარი მომხდარი ფაქტები. ამასთან დიალოგი რა სადამდე მიგვიყვანს, ხა ღია კარის წვრებას ვერ დავიწყებ. დანარჩენი თუ კი რაიმე შეიძლება ვინმესთვის იყოს სასაუბრო, ვისაუბროთ. ამის უკან არაფერი ამის წინ, უბრალოდ არაფერი არ დგას, მაგრამ ფაქტები, რომელზედაც ყველა ვალდებულია უპირველეს ყოვლისა პატივიცეს ქართული ხალხის ნებას. უპირველესად პატივისცეს იმ ლეგიტიმაციას, რომელიც 24 წლის არჩევნებზე მიიღო ქართულმა ოცნებამ. არ გაბედოს და ხმის მოპარვა არ დაუპიროს იმ ნაწილს მოსახლეობას, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა და რა თქმა უნდა ჩვენ და თვითონ ქართული საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებთ. თქვენ კარგად ხედავთ, რომ ეხლა რაღაც თითიდან გამოწვეული ვითომ მუხტი რეალურად მართლაც თითიდან არის გამოწვეული, რომ რეალურად ეს საკითხი იმ პოპულარობას საზოგადოებაში ვერ პოულობს და ვერც იპოვის, რადგანაც ტყუილია ეს პროტესტი. ნაწილობრივ იქ მყოფი გულწრფელი ადამიანები, ვინც მოთხოვდნენ და ის ადამიანები, ვინც მოათხოვეს.
და კიდევ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს რომ რაღაც გვერდზე დადგეს, თითქოს ამ ვანდალივში არ იღებდა მონაწილეობას, რაც აგერ ხდებოდა რუსთაველზე, როგორც აღმოჩნდა შემდგომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, დიახ, სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია იყო ამ ყველაფრის დამგეგმავი. ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შორის ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან თავის მართლების მთელი კასკადი როგორც ცდილობდა ოპოზიცია ეს ზარი ეს კომუნიკაცია რაღაც სათავისოდ შეებრუნებინა და როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა ეს მათ ვერ შეძლეს ფიზიკურად ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი და რაღაც დამატებითი რგოლი და დახმარების რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ მცდელობა კვლავ მოვისმინეთ ჩვენ ელისეის სასახლესგან თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, მოცემულობა აბსოლუტურად სხვა არის. ძალიან კარგად იცის საფრანგეთის პრეზიდენტმაც, ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით იმას, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან პოლიტიკური მდგენელი მსოფლიოში რადიკალურად იცვლება, შესაბამისად, რასაც მოასწრებენ რაღაც მსგავსი მიდგომა არსებობს სამწუხაროდ, რომ აი ამ პერიოდამდე, რასაც მოასწრებენ რადიკალები და დახმარებით ვინმესგან რგოლს მიიღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან ფიქრობენ რომ შეძლებენ კონკრეტული მათთვის სასარგებლო ნაბიჯების გადმას, თუმცა აქაც ძალიან სტყუიან და ეს ფიასკო ნათელია, ფიასკო უკვე დღეს კი არა, დიდი ხნით ადრე დაიწყო, ევრომაიდანი, ნაცმაიდანი საქართველოში ვერ შედგა და ცხადია რომ ქვეყანა უნდა დამშვიდეს, ქვეყანაც უნდა დაწყნარდეს და გააგრძელოს სწორი სვლა, ის სვლა, რითაც ყოველთვის მიდიოდა საქართველო, განსაკუთრებით 2012 წლის შემდგომ, ბუნებრივია იმ მიზნებისკენ, რაც არის ჩვენი ევროპული მიზანი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის კეთილდღეობის მომატება, რაც საგრძნობი იქნება თითოეული ქართველისთვის. პირველ რიგში ის რომ ეს ქვეყანა არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს თავისი უფლება გამოთქვა საკუთარი სურვილი და საკუთარი პოზიცია და ნება. მეორე ის რომ ეხლა ადამაშანიას თუ კი რაღაც არ მოწონს, ეს მას არ ნიშნავს რომ 1,120,000 ადამიანს იგივე განცდა და შთაბეჭდილება აქვს. ეს არის ერთი ადამიანის შეხედულება და კონდეს მას ეს პერფორმანსი დაუტოვოთ ადამაშანიას, თავარი რაც ხდება საზოგადოებაში, ჩვენ მას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თავარი ეს ის არის რომ ქვეყანა გამშვიდებისა და დაწყნარების გზაზე მიდის და ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი თუ უკვე არ არის მომხდარი რა თქმა უნდა და ძალიან მალე ის მიზანი და მისია რაც რეალურად საქართველოში არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას გააჩნია ამ მისიის აღსრულება კიდევ უფრო მეტი ენერგიით და ტემპით განხორციელდება რაც გულისხმობს კიდევ ერთხელ ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება ეს არის ეკონომიკური წინსვლა ეს არის ქვეყნის გაერთიანება რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და რა თქმა უნდა ეს არის ევროინტეგრაცია სწორედ რომ ღირსებით სწორედ რომ იმ ტრადიციებით იმ კულტურით რაც ჩვენი არის ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დამერწმუნეთ ეს ევროპელებმაც ბრძანეს ევროპელებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ ეს ის ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის პროცესია რომელიც ცალკარში ბუნებრივია თამაში ვერ იქნება ამიტომ ყველა ბუნებრივია ჩვენმა ქვეყანამ ცხადია უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები რაც გააჩნია ევროკავშირის მიმართ და სწორედ ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა წყნარ მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი ზეწოლის პედალირების გარეშე, შანტაჟის გარეშე ჩვენ 2028 წლამდე იმ საშინაო დავალებებს ვასრულებთ, რაც გაგვაჩნია, მაგრამ ამავდროულად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული მხარისთვის, რადგანაც მათაც საქართველოს ისეთი უნდა მიიღონ, როგორიც ვართ. და ამაში კარგის მეტი არაფერი არ არის, ამ დიდი ტრადიციების მეტი აქ არაფერი არ არის, იმ ევროპული ღირებულებების მეტი არაფერი არ არის, რაზეც არის საბოლოო ჯამში ევროკავშირი დაფუძნებული. ცოტა ხმა მაგათ რა არის? ბატონო, სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალები არათუ უდიერად ექცევიან იმ სიმბოლოებს,
რომელთა მიმართაც ღრმავატევისემის მეტი მათ წესდარფერი არ უნდა გააჩნდეთ, არამედ გამოხატავენ აი ამ კონკრეტული ნაბიჯებით გამოხატავენ სამწუხაროდ იმ სულისკვეთებას, რომელიც რადიკალიზმის წიაღში, სადაც რადიკალიზმის წიაღში ყოველგვარი ეროვნული იკარგება და მხოლოდ რადიკალური ქმედებებით მალევე რაღაც წარმატების მიღწევის თვალსაზრისით ამოძრავებს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორ მცდელობა არ დააკრეს, რომ დაეწვათ საქართველოს პარლამენტის სასახლე, ცეცხლი მოეკიდათ პოლიციელებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. როდესაც შენ ფეხით ადგები წვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს და იქ არის საქართველოს დროშა და გერბი, ამით პირდაპირ აკეთებთ იმას, რომ შენ წვავ და ფეხით თელავ საქართველოს დროშას და გერბს. ამიტომ მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ვინმეს ეს გააზრებული არ ქონდა, როცა ეს გააკეთა, შესაბამისად საზოგადოებამ გაიაზროს უკვე და საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად პატრიოტები, რამდენად საქართველოს და სამშობლოს მოყვარულები და თუნდაც რამდენად ევროპული გზის მოყვარულები არიან ის ადამიანები, ვინც სისაძაგლეს ჩადიან. ისევე როგორც ეს იყო მამა შალვასთან მიმართებით, საშინელი ბულინგი, რაც ნახა საზოგადოებამ გუშინ და ის რაც იყო სასახლის დაწვასთან დაკავშირებით, რაც აგერ რუსაველის გამზირზე საზოგადოებამ იხილა. ეს არის ერთიანი ციკლი, ეს არის გაგრძელება ამ რადიკალიზმის. აი რატომ არის რადიკალიზმი დასასრულებელი საქართველოში? თქვენს კითხვაზე პასუხი ეს არის. აი ამიტომ უნდა დასრულდეს აუცილებლად რადიკალიზმი საქართველოში. დიახ.